მოტივებზე ეკითხებოდა, ანუ რა როგორ ხსნი, რატო გადადექი, იქ რაღაცა გარჩევი მიდიოდა, იქ შიდა ჩატში ამას იწერებოდი ჩვენს პირად ლაპარაკში, მანამდე გითხარი, რომ დაკავებას ემხრობოდი მელიასი და რა შეიცვალა. იქ ვაჩვენე ეგეც დავაკომენტაროთ, ეგ რამდენად ეფექტური პასუხი იყო ამ შიდა პაექრობაში კომისიას. ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი. ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც როგორც თქვენ ბრძანებთ, ქალბატონ თავმჯდომარე მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს, რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი, აბა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. მარტივი რამ მოხდა პროცესში სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელი არ უნდა დაგვეკავებინა. ჩემი გადადგომა იყო გამოწვეული იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც და მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასოდეს არ დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის აღარ ჭირდებოდა. მე თუ გამოვედი და ვთქვი, რომ ამაზე ვერ შევთანხმდი, დავიცავი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გუნდი და სახელმწიფოს ინტერესებით. დღეს გეუბნებით, რომ მე არ გადავმდგარ ვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია. იმიტომ რომ მაშინ ისევე გულწრფელად თითოეულ თქვენგანს ვეთანხმებოდი, რომ ეს გასაკეთებელი იყო. მე გადავდექი უბრალოდ იმის გამო, რომ მთავრობას, რომელზეც ადამიანმა ხალხსაც დაპირდა ქვეყანაში, მეც დამპირდა ხელით ჩამომართვა და იმის მაგივრად, რომ ის რასაც თქვენ ამბობთ, უბრალოდ აიღო და გააკეთა. მე უბრალოდ ჩავთვალე, რომ ესეთი პრემიერი არც არავის აღარ ჭირდებოდა და გამოვედი გავაკეთე ის რაც გავაკეთე. ანუ აზრი ის იყო, რომ მელიას, იმიტომ კი არ გადავდექი, რომ მელიას დაკავებას არ ვამხრობოდი, პირიქით ვემხრობოდიო მელიას დაკავებას. არამედ სხვა ტაქტიკით ვაპირებდი დაკავებას, უფრო საინფორმაციო თვალსაზრისით უკეთესად გაფორმებადი ტაქტიკით. რაშიც თქვენ უმრავლესობა მეთანხმებოდა? რაშიც თქვენ ოცნების უმრავლესობა მეთანხმებოდაო, მაგრამ ამ ჩემს აზრს არათუ არ გაუწიეს ანგარიში, პრემიერ-მინისტრი რო ვიყავი, ჩემს ზურგს უკან შინაგან საქმეთა მინისტრთან და სხვა ძალოა სტრუქტურებთან ივანიშვილმა ჩემს ზურგს უკან დაიწყო პროცესების მართვა არალეგიტიმურად, იმიტომ რომ თანამდებობა არ ქონდა და გამოვიდა რომ ამ ქვეყანაში სისტემა ეგრე მუშაობს, რომ პრემიერი საჭიროება პროცესებიდან ისე ჩახსნა და ქვეყანა მართონ რაღაცა გარე ჭრდილოვანი ხრიდა რომ რა აზრი აქვს მასეთ პრემიერობას და გადავდექი. ანუ რა შეფუთვაც გაუკეთა გადადგომის მოტივაციას და ეგ მოტივაციის ეგ არგუმენტი ნაწილობრივ მართლა იქნებოდა. ნაწილობრივ გასაგებია მაშინაც ხმები დადიოდა რომ დაძაბულობა იყო ივანიშვილსა და გახარიაშვილის მაგ ნაწილში რომ რატო ერევი ზედმეტად და რაღაც პრემიერი თუ რაღაცას მართავ, ეგ დაძაბულობა მართლა იქნებოდა და ეხლა რაც ჩამოაყალიბა ამორჩევლის თვალით რო შეხედო საკითხს, ეგ მომგებიანია ცალსახად. და იმ კომისიის წევრებს სახეებზე რომ გადადიოდა, იშვიათად გადადიოდა ეს კადრები, მაგრამ ეტყობოდა რომ აი ყველა გზნობდა რომ წამგებიან მდგომარეობაში არის და რატო ეხლა ვიღაცა პრემიერობიდან წავიდა. ანუ ყველაზე კარიერისტი რო იყოს ვიღაცა, ნუ ბოლომდე ჩაებღაუჭება პრემიერობას. ახლა ვიღაცა პრემიერობიდან წავიდა და თან იძახის რომ არგუმენტი ჩემი წასვლისა ის იყო, რომ არასახელმწიფოებრივი ფორმით თანამდებობის არ ქონე ფიგურა ერეოდა და მართავდა სახელმწიფოს და ეგრე როგორ შეიძლება. ანუ სახელმწიფოებრივი არგუმენტი მოყავს მაგაზე. ახლა შეიძლება მაგის იქით სხვა არგუმენტებიც ქონდეს და ქონდა დარწმუნებული ვარ რომ იქ დასავლეთიდან უთხრეს მაგათ არხეული აქვს, ამანც იფიქრა მაგათ არხეული აქვს, ისე უფრო უმგებიანი იქნება, მაგრამ ფორმულირება ჩამოყალიბებული როგორც არის და თან ეს მოტივაცია მართლა იდგა, როგორც ჩანს და ეგ ხმები დადიოდა. ეგ ნუ ეხა ამორჩევლის თვალით მომგებიანი, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი პოზიციის დაყენებაა, რომ აი არ უნდა იყოს ეგრე, რომ თანამდებობის არ ქონი პირი პრემიერს განუსაზღვროს რა როგორ აკეთოს და პრემიერის ზურგს უკან ბრძანებებს აძლევს შინაგან საქმეთა მინისტრს, სუსის უფროსს, მთელ ძალოვან ბლოკს, ჯარი იქით წაიყვანოს, გედედი აქეთ წამოიყვანოს, რა გააკეთოს, მაგას წვეს თანამდებობის არ ქონი პირი. მაგაზე გამიჩნდა პროტესტი და მაგიტო წავედი მელიას დაჭერის თემა არაფერი შუაში არ არის. მელიას დაჭერაზეც ეგ მომგებიანი პოზიცია აშკარად და ამ კომისიაზე ამაზე ვერაფერს ვერ პასუხობდნენ სინამდვილეში, ისინი ჭედებოდნენ და მაგაზე ვერაფერს ვერ პასუხობდნენ.
ორჯერ მომგებიანი ხდებოდა ეგ მოცემული. მელიას დაჭერაზე რა დავამატო. ძალიან სწრაფი გამოშვებით მელია დაიბუსტა. კი, მაშინ ეგეთი შედეგი დადგა, რომ რაღაცა ის მოაწყეს, ბარიკადები მოაწყეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში. შევიდნენ და დაიჭირეს მელია და დასავლეთიდან მაგას მოყვა კრიტიკა, ფული შეუგროვა დასავლეთმა მელიას, გადაუხადა და პირდაპირ უფრო დაბუსტული გამოვიდა ძალიან მალევე. ანუ იმის თვალსაზრისით რომ რაღაც სასჯელი მოიხადა, არაფერი ეგ სასჯელი არ მოუხდია. გახდა. ხო, დაიკლო წონაში, რაღაც მე მგონი უფრო ჯანმრთელად იკვებებოდა, დაიკლო. პიარი გაიკეთა, გამოვიდა და ანუ რა ამოცანაც იყო იმ ამოცანის თვალსაზრისით ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა აი რა როგორც აყენებს ნაცებს ამთავრებდნენ თითქოს მაშინაც ხო ამთავრებდნენ ნაცებს აი მელიას ხო იჭერდნენ და ნაცებს ამთავრებდნენ ვერც მაშინ ვერ დაამთავრა პირიქით დაბუსტა და ეხლა გრძელდება იგივე პროცესი ჩვენ ხა საკმაოდ დეტალურად გავიარეთ ნუ ესეთი მნიშვნელოვანი მომენტები მაგრამ ჯამურად რაღაცა ესეთი დიაგნოზი რო დაუშვათ იმას რა მოხდა ჩემი აზრით ეგ არის მნიშვნელოვანი და პირველი არის საბაზისო კითხვა საერთოდ რა უნდა და მანდ გახარიას და ეგ კითხვა ისმის რატო იცი აი მოიყვანე ვიღაც ადამიანი რომელიც ყვება რომ რაღაც ჩემი შვილის წამებით მემუქრებოდნენ რაღაც მე სხვა მოიყვანე რომელიც აი ახლობელი მომიკლეს აი ეგეთი ყვები და უცებ გაიჩნდა მანდ გახარია ეგ რატო არის გაუგებარი ავხსნი რა აი მან რო ეხა ვიღაც აი არ ვიცი მაშინდელი შსს ნაცების დროინდელი შსს მინისტრი რო იჯდეს ან ვიღაცა ორი გვამი მინდას რო ყვიროდა ტიპი ეგ რო იჯდეს და რაღაცებს ეკითხოს მესმის აი ვიღაცები ქუჩაში რო ხალხს ხოცავდნენ და აი კადრები რო არის პირდაპირ ეგენი რო მოყვანილი იქნენ და დაიკითხონ მესმის აი გახარია სულ რო ჩავთვალოთ რომ ზურგში ლახვარი ჩაქცათ ცუდი პრემიერია როგორც თქვენ ცუდი კაცია რაღაც აი პირადი უთანხმოება გაქვთ პარტიული ეს რა გავუკეთა ბატონ ბიძინასთან მთლიანად ქართულ ოცნებას როგორ წავიდა ოპოზიციაში და ზურგში ლახვარი ჩაქცა აი სულ ყველაფერი დაუშვათ ვიღაცა ეთანხმება მაგას ხო ნაცების გასამართლების იმაზე მაინც ამოვარდნილია კონტექსტიდან ეგ ერთი მეორე რანაირადაც ხდებოდა ამაზე შეტევა იყო დებილური ფორმა ეგ იმიტომ რომ პარლამენტის შტურმი ეგრე რატო გააჩერე იმის მერე რაც წინა წელს ჩვენ აქ ვნახეთ არაეფექტურია თან რუსეთის აგენტი ხარ და თან ამერიკელების ეგეც არაეფექტურია აი ხა მე რას ვიტყვით აი მაგალითად მე რომ მქონოდა იგივე ამოცანა რაც წულუკიას და აი რა არ ვიცი რატო მოვიყვანეთ გახარია არ ვიცი მაგრამ ნუ გასაფორმებელია ნაცად ხო არაფერზე გარდა იმისა მაგარ რომ დაამთავრა ქართულ ოცნებაში მოღვაწეობა და წამოვიდა მაქამდე რაც აკეთა არაფერზე არ უნდა ელაპარაკათ იმიტომ რომ ამათ ეტერება აი როგორც კი წამოვიდა მე რა თქვა რომ აი თქვენ ამერიკის ელჩთან ხო არ ქონდათ მოლაპარაკება რომ წამოხვედით ჩვენგან რომ დაცებთან შესულიყავით ალიაში, ნუ ეს ეთქო და არაი ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს ან რაღაცა დაედოთ ან ჩანაწერი თუ აქვს ან სკრინები ან რატო აი რაღაცა როგორც აი წახვედი ხო ჩვენგან რაც ჩვენგან წახვედი ცუდ კაცად გამოგაცხადეთ აი მაგ ცუდ კაცად რომ გამოგაცხადეთ მაგის მე რატო გავუერთიეთ ქართული პოლიტიკისთვის ზედმეტად რთული ის წამოაყენე ანუ კრიტერიუმი ხა თავის გუნდში როცა შედიოდა იმ თემით რო არ უნდა შეუტიო და შენ ანუ მე ზედმეტად ბევრს წინააღმდეგი რო გახდა იმ თემაზე რომ უნდა ელაპარაკო ეგ ქართული ზედმეტად ბევრს ეგ ქართული პოლიტიკისთვის ზედმეტად რთული ეგ რა გეგმა იყო ვინმე შეგიძლიათ ამით არ ვიცი და ამ კომისიასთან კიდე აი რა კითხვა მაქვს იცი ბიჭო მარტო მე გამიჩნდა აი კომისიის მუშაობა მიდის ხო საგამოძიებო კომისია ქვია ამ საგამოძიებო კომისიას ხო უნდა მოეთხოვებოდეს რაღაცა მოჩვენებითი მიუკერძოებლობის რაღაცა ფორმა კონდეს და აი კონცენტრირდეს საგამოძიებო საკითხებზე. აი დამისვი კითხვები როგორც ადვოკატმა ანუ შენ ჩემი პარტიიდან რატო წახვედის გარჩევას რატო არა უბრალოდ ჩემი პარტიიდან თქვენ რო ხეთხართ იქ რაღაცა ტყუილებს რო ლაპარაკობთ ინგა გრიგოლიასთან და იმას აი ასეთი ტექსტები რა შუაშია რამესთან ეს ხო აზიანებს კომისიის შინაარს ანუ ხო არ შეიძლება აი
მოიწვიე ჯერ ნაცების გასასამართლებელ კომისიას ატარებ, მოიწვიე შენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და უტევ შენს მიერ, შენი მთავრობის მიერ ჩატარებულ ნაბიჯებზე, რომლების შესრულებაზეც ეს დააწინაურე და თან ეს ნაბიჯები გადადგმული იყო ნაცების წინააღმდეგ და ამ ნაცების წინააღმდეგ შეკრებილ კომისიის ფარგლებში ამას უტევ, ანუ გაუგებარი ამას საერთოდ აქ რა უნდა და თან როგორ არის იცი? თან რაღაცა არა კომისიურ ფორმით ელაპარაკები, რაღაცა შენ მატყუარა ადამიანი ხარ, გრიგოლიოს და რატოზი ხარ. ეს ხო გაზიანი. რა შეხედეთ, იცი რომ ოცნების მოქმედი მინისტრი წულუკიანი ოცნების ყოფილ პრემიერს აწვება გახარია თვალთხარიათ. ანუ ნაცების ნარატივით ოცნების მოქმედი მინისტრი ოცნების ყოფილ პრემიერს უტევს.